ქართული ოცნება უბრალოდ კი არ ცემს ახალგაზრდებს. მე მგონია რომ ქართულ ოცნებას ძულს ახალგაზრდები. და ეს მე არ ვლაპარაკობ რაღაცა ირაციონალურ სიძულვილზე. საქმე არის ის, რომ თუ ჩვენ შევხედავთ ახალგაზრდობას, ბოდიში ამ სიტყვისთვის, სუფთა სტატისტიკურად, მაშინ დავინახავთ როგორ ცხოვრობს ეს ახალგაზრდობა, ხო? ჯერ ერთი უნდა თქვათ, რომ ახალგაზრდები, აქ იგულისხმება 19-დან 15-დან 29 წლამდე ადამიანები, ხო? ეს არსებითად ჩვენი საზოგადოების სულ 13%-ია. მეტი არა. ეხლა ნახეთ რა ხდება. მათი მესამედი, საუბარია რაღაცა 175,000 ადამიანზე დაახლოებით, ხო? მათი მესამედი არის ისე, რომ მათ არ აქვთ არც განათლება, მათ არ აქვთ არც სამუშაო და მათ არ აქვთ არც პროფესიული უნარების შეძენის შესაძლებლობა. საუბარია მთელი ახალგაზრდობის მესამედზე. ეხლა, ვინც დარჩა, იმის მხოლოდ ნაწილი მუშაობს და ეს ნაწილი ვინც მუშაობს, ის მუშაობს გამორჩეულად დაბალანაზღაურებად და გამორჩეულად დაბალ პროდუქტიულ სამუშაო ადგილებზე. მიაქციეთ ყურადღება კიდევ ერთ რამეს, რომ თელ ახალგაზრდების დასაქმებას თუ ავიღებთ, იქ ნახევარ განაკვეთზე მუშაობს მხოლოდ 9%. 9% რატომ მუშაობს? ნახევარ ისეთი დაბალი ანაზღაურებაა შრომის ბაზარზე, რომ ნახევარ განაკვეთზე უბრალოდ ვერ იმუშაობს, ხო? და როცა სრულ განაკვეთზე მუშაობს, ის თან წყდება შრომის პროცესი. ერთი სიტყვით, ახალგაზრდებს აქვთ ყველა მიზეზი და ყველა საფუძველი იმისთვის, რომ არ უყვარდეთ ქართული ოცნება, იმისთვის, რომ არ უყვარდეთ, არ მოწონდეთ ეს მთავრობა, იმისთვის, რომ გქონდეთ აგრესია ამ ხელისუფლების მიმართ და სწორედ ამიტომ და ფუნდამენტურად ამ მიზეზით, ხო? და პლუს ამას როცა ამ რაღაცა იმედის ჰორიზონტსაც ართმევენ, ხო? და არ ეუბნებიან საოცრად რასაძლევენ, ამიტომ ის მიდის, რა თქმა უნდა, და დგება სპეცრაზმის წინ. ამიტომ არის ამ დაზარალებულებს, დაკავებულებს, დაჭერილებს სასტიკად ნაცემებს შორის ასე დომინირებენ ახალგაზრდები, რა? და ესე იგი ქართული ოცნება, ნუ არსებითად ის რობოკოპი არის ქართული ოცნება, იქ ის თავის სახელმწიფოებრივი მოვალეობის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას წარმოადგენს სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში წარმოადგენს ქართულ ოცნებას და წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილსაც, აი შეგვიძლია პირდაპირ ასე ვთქვათ, ხო? და ამ დამოკიდებულებაში ჩვენ ვხედავთ აი ამ სიძულვილს ამ ახალგაზრდების, რომლებისთვისაც არც ნორმალური ცხოვრება არის. დაპირებულის გადაგდებაც არის და როცა ის გულმოსული მოდის და დგება სპეცრაზმის წინ მის მიმართ არის მხოლოდ სისასტიკე. ამ ახალგაზრდებს სრული უფლება ჰქონდათ, ხო, თან ეს რაღაცნაირი გარყვნილი ხორხოცი ამ ახალგაზრდებზე, ხო, აი როგორები არიან თურმე და აი რას იძახიან და ეს არის აი ამ ახალგაზრდების ბარემ აი ბოლომდე გათელვის რაღაცნაირად აი ბოლომდე და ამას ისინი გრძნობენ და ეს შობს კიდეც აი ამ რეზისტენციას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ხო, პერიოდულად თბილისის ქუჩებში. ყველა ის ახალგაზრდა, ვინც ახლა არის დაჭერილი, ყოველ შემთხვევაში მათი უმეტესი ნაწილი. ხო, თითქმის ბავშვები, ხო, მოზარდებიც, ხო. აი ეს რაღაცა ბავშვური სახეები. ნუ ესენ ხო პრინციპში ბავშვები არიან, ხო, სულწლოვნები, მაგრამ პრინციპში ბავშვები არიან, ხო? ბავშვური სახეები. კი. ისინი უნდა გამოვიდნენ გარეთ, ხო? ისე ვერ გამოვა, რომ აი ქართული ოცნება იყოს ქალების და ბავშვების მცემელი და დამსჯელი და ეს ჩვენ ჩვეულებრივად გავაგზავნოთ ცხოვრება. კი, თავისთავად ცხადი. ვიღაცა აი ამ ხელაზე ჯებირის გაკაცურაზე იჯდება 3-დან 6 წლამდე. კი. ხო, არ აძლევ არაფერს, არც აკვებს აძლევ, როცა სკოლის ასაკშია, არც ნორმალურ განათლებას არ აძლევ, არც სამუშაოს არ აძლევ შენს მთავარ კაპიტალისტებთან ერთად. ხო, ვინ შენი მთავარი და როცა მოდის გულმოსული, ხო? და შენ წინ დგება. შენ ცემ, ცდილობ დაასახიჩრო და შემდეგ იჭერ.